საქმიანი დილას გადაცემას ტურისტული რუბრიკით ვაგრძელებთ. გვიახლოვდება სეზონი, როცა ქვეყნის ფარგლებს გარეთ ვგეგმავთ საზაფხულო მოგზაურობას, ამიტომ დღევანდელი დღესთვის რუბრიკის თანაწამყვანებმა გადაწყვიტეს, რომ გაგვიზიარონ ინფორმაციები კენიაში და ასევე ზანზიბარში მოგზაურობასთან დაკავშირებით, რისთვისაც უკვე შემოგვიერთდნენ. ანა კირკიტაძე, ვინგლეთის დამფუძნებელი, ასევე ჩვენთან ერთად არის მარიამ ზივზივაძე, იკონსულის გაყიდვებისა და მომხმარებელთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი და დისტანციურ კავშირზე გვეყოლება თამარ თოფურიძე, პროექტების მენეჯერი. მოგესალმებით, მარიამ, ანა და მადლობა, რომ ხართ დილიდან ჩვენთან ერთად. გისმენთ, მარიამ, დაიწყებ. რას გვეტყვი კენიაში და ზანზიბარში მოგზაურობას? მოგესალმებით, სავიზო ცენტრი, კონსულისა და ტურისტული კომპანია ვინგლეთის სახელით. დღეს ვისაუბრებთ კენიასა და ზანზიბარის როგორც სავიზო პროცესებზე, ასევე სამოგზაურო რჩევების შესახებ. კენიის პასპორტის მფლობელებს 38 ქვეყანაში შეუძლიათ უვიზოთ მოგზაურობა. 120 ქვეყანაში სამოგზაუროდ კი ელექტრონული ან სტიკერ ვიზა სჭირდებათ. 38 ქვეყნის შემთხვევაში კი ამოქმედებულია ვიზა on arrival, იგივე ვიზა ჩასვლისას. ხოლო 2 ქვეყნის შემთხვევაში მოქმედებს ელექტრონული ავტორიზაცია ETA. უშუალოდ კენიის რესპუბლიკაში მოგზაურობას რაც შეეხება, ქვეყანაში უვიზოთ შესვლა 7 ქვეყნის მოქალაქეს შეუძლია. ელექტრონული ავტორიზაცია კი 191 ქვეყნის მოქალაქეს სჭირდება. მათ შორის საქართველოს მოქალაქეებსაც. კენიის ტურიზმის სტატისტიკას თუ გადავხედავთ, დავინახავთ, რომ ბოლო წლების მანძილზე ქვეყანაში ტურისტების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება. მაგალითად, კენიას 2020 წელს 576,858 ტურისტი ეწვია, ხოლო გასულ წელს 2,394,366 ადამიანი. კენიაში ვიზიტის ძირითადი მიზეზი უმრავლეს შემთხვევაში დასვენებაა, ბიზნეს საქმიანობა, გართობა, ნათესავებისა თუ ახლობლების მონახულებაა. მარიამ, თვითონ უშუალოდ ვიზის პროცესი როგორ არის? როგორ მივიღოთ კენიის ვიზა? სავიზო პროცესი მეტად მოქნილია, ვინაიდან შესაძლებელია ონლაინ ვიზის შევსება და მოთხოვნილი დოკუმენტების წარდგენა. კენიის მთავრობა განაგრძობს ტურიზმის განვითარების ხელშეწყობას და თანამშრომლობს სხვადასხვა ქვეყანასთან ვიზის გაცემის პროცესის გამარტივების მიზნით. კენიის სავიზო აპლიკაცია ონლაინ ივსება, რისთვისაც დაგჭირდებათ მოქმედი პასპორტი, რომელიც ვალიდურია მინიმუმ 6 თვე თქვენი გეგმიური გამგზავრების შემდეგ, მინიმუმ 1 თავისუფალი გვერდით. ფოტოსურათი, საკონტაქტო ინფორმაცია, ელექტრონული პოსტა და ტელეფონის ნომერი. ასევე გამგზავრების დეტალები, როგორიც არის საცხოვრებელი ადგილის ჯავშნის დამადასტურებელი დოკუმენტაცია და ავიაბილეთების ჯავშანი. შემდგომ გადაიხდით სავიზო მოსაკრებელს, საქართველოს მოქალაქის შემთხვევაში კენიაში ერთჯერადის შესვლის უფლების ვიზის მოსაკრებელი არის 30 ამერიკული დოლარი. ვიზის დამზადების პროცესი კი 3 სამუშაო დღე გრძელდება. რის შემდეგაც უკვე მიიღებთ ელექტრონულ ვიზას. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ელექტრონული ვიზის მიღების შემდეგ კიდევ რჩება ერთი აუცილებელი ნაბიჯი, რაც ელექტრონული ავტორიზაციის მიღებას წარმოადგენს. ხა ზანზიბარის მიმართულებით გადავინაცვლოთ, აქ როგორ გვაქვს სავიზო პროცესები? ზანზიბარის სახალხო რესპუბლიკა ტანზანიის ფედერაციული სახელმწიფოს ნაწილია, ამიტომ ზანზიბარის სახალხო რესპუბლიკის მაცხოვრებლები ფლობენ ტანზანიის ფედერაციული სახელმწიფოს პასპორტს. აღნიშნული პასპორტით 43 ქვეყანაში შეუძლია მოგზაურობა უვიზოთ. 122 ქვეყნისგან კი ვიზა სჭირდება. 3 ქვეყნის შემთხვევაში ამოქმედებულია ელექტრონული ავტორიზაცია, იგივე ETA, ხოლო 30 ქვეყანასთან მოქმედებს ვიზა on arrival, იგივე ვიზა ჩაფრენისას, ანუ ჩასვლისას. უშუალოდ ზანზიბარში მოგზაურობას რაც შეეხება, ქვეყანაში უვიზოთ შესვლა 47 ქვეყნის მოქალაქეს შეუძლია. ვიზა კი 25 ქვეყნის მოქალაქეს სჭირდება, მათ შორის გახლავთ საქართველოს მოქალაქეები. ხოლო 126 ქვეყანასთან მოქმედებს ვიზა on arrival, იგივე ვიზა ჩასვლისას. ტანზანიის ტერიტორიაზე მოკლებადიანი ვიზიტით შესვლისა და მოგზაურობის მიზნით საქართველოს მოქალაქეს ელექტრონული ვიზა მოეთხოვება. უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის ვიზა გაიცემა ტურიზმის, დასვენების, არდადეგების, კონფერენციაში მონაწილეობის, ჰუმანიტარული და საქველმოქმედო საქმიანობის, ოჯახის წევრისა თუ სამედიცინო მიმართულების მხრივ. ან ნებისმიერი სხვა მიზნისთვის, რომელიც შეიძლება განსაზღვროს გამცემა ორგანო. ერთჯერადის შესვლისას ვიზის ვალიდურობა არ აღემატება 90 დღეს. და მარიამ, ალბათ მაყურებელს ისიც აინტერესებს, რა შეიძლება კიდევ დამატებით გაითვალისწინონ თვითონ კონკრეტულად სავიზო განაცხადების შევსების დროს. რა თქმა უნდა, სავიზო განაცხადის წარდგენის დროს აპლიკანტს დასჭირდება პასპორტი. განაცხადის წარდგენამდე გთხოვთ გადაამოწმეთ პასპორტის მოქმედების ვადა, რომელიც უნდა შეადგენდეს მინიმუმ 6 თვეს და ჰქონდეს მინიმუმ 1-ზე მეტი თავისუფალი გვერდი.
ფოტოსურათი, ზომით 3.5-4.5-ზე, ფრენის ბილეთი და განთავსების დამადასტურებელი დოკუმენტები, ონლაინ აპლიკაციის შევსებისას შემოწმეთ გადახდის ID, სწორედ უპასუხეთ უსაფრთხოების კითხვებს, რომლებსაც აპლიკაციის შევსებისას თავდაპირველად უპასუხეთ. თუ მომდევნო 30 დღის განმავლობაში განაცხადის დასრულებას არ აპირებთ, გადმოწერეთ თქვენი განაცხადი, ბოლო გვერდზე დააჭირეთ ღილაკს შენახვა, აუცილებლად დააკმირით ინსტრუქციებსაც, როდესაც მზად იქნებით განაცხადის დასადასტურებლად, აირჩიეთ ღილაკი გაგრძელება, რის შემდეგაც აპლიკაციის ID-ს ელექტრონულ პოსტაზე მიიღებთ და რაც მთავარია, აუცილებლად ჩაინიშნეთ თქვენი მიერ მითითებული კითხვის პასუხი. შემდეგ ეტაპზე მიუთითებთ თქვენს პირად ინფორმაციებსაც, პასპორტისა და მოგზაურობის დეტალებს. ატვირთეთ დოკუმენტებს, ბოლო ეტაპზე კი ელექტრონულად გადაიხდით სავიზო მოსაკრებელს და სავიზო აპლიკაციაც მზად არის. სავიზო მოსაკრებლის ღირებულება $50 ადგეს, რომლის გადახდის შემდეგ აპლიკანტი უნდა დაელოდოს ვიზის დამტკიცებას. ვიზაზე პასუხს აპლიკანტი ელექტრონულ პოსტაზე მიიღებს, რაც შეეხება სავიზო განაცხადს, განხილვის ბადას ჩვეულებრივ ვიზის განაცხადის შეიძლება დამუშავდეს 10 დღეში. თუმცა ზოგიერთი განაცხადი, რომელსაც განიხილავს საიმიგრაციო უწყება, შეიძლება მოითხოვდეს უფრო მეტ დროს. დადებითი პასუხის შემთხვევაში შეტყობინება აპლიკანტს ელექტრონულ პოსტაზე ეგზავნება. თუ განსაზღვრულ დროში აპლიკანტი რაიმე მიზეზით არ იღებს შეტყობინებას, იგი აუცილებლად უნდა დაუკავშირდეს საიმიგრაციო სამსახურს და მოითხოვს, რა თქმა უნდა, ვიზის დეტალები. ანა, ეს იყო კენიასა და ზანზიბარის შესახებ სავიზო დეტალები. ეხლა უკვე ველოდებით რჩევებს, რა თქმა უნდა, მოგზაურობის შესახებ. მადლობა დიდი მარიამ. ახლა კი, რა ვიცი, დღეს ცოტა განსხვავებული ფორმატით წარვდგებით თქვენს წინაშე. იმდენად ეგზოტიკური მიმართულებაა კენია და ზოგადად აფრიკა, ზანზიბარი. გადავწყვიტეთ, რომ პირდაპირ კენიიდან ჩაგვერთო სტუმარი. თამარ თოფურიძე იქნება ჩვენი დღევანდელი რუბრიკის სტუმარი, პროექტების მენეჯერი, რომელიც ჩაგვერთვება პირდაპირ კენიიდან. თამარ, დილომშვიდობის. გამარჯობა, მოგესალმებით ნაირობის ეროვნული პარკიდან. თამნა, მოკლედ პირველი ჩემი კითხვა შეეხება სეზონურობას. ანუ ზოგადად აფრიკის მიმართულება ისეთია, რომ ხშირად გვეშინია მოგზაურობა, რომ ან წვიმიანი სეზონი არ დაგვემთხვეს და ზოგადად აი წვიმიანი სეზონზეც მინდა და მეკითხა, რამდენად უნდა მოვერიდოთ, რომ არ დაგვემთხვეს წვიმიანი სეზონი, რამდენად რთულია ამ პერიოდში მოგზაურობა და არაკომფორტული, როდის არის ყველაზე კარგი დრო მან წამოსასვლელად და ზოგადად წვიმიან სეზონსაც მინდა რომ შევეხოთ, იმიტომ რომ ამ პერიოდში ბიუჯეტი საკმაოდ განსხვავდება, ასე ვთქვათ, მაღალი სეზონისგან და ამის შესახებ რომ დავიწყოთ, ასე ვთქვათ, მოყოლა ჩვენი მაყურებლისთვის. წვიმიანი სეზონი ახსენეთ თქვენ და ზუსტად აი ეხლა არის ის პერიოდი მარტის ბოლოდან იწყება ნაირობიში და კენიაში ზოგადად და ზანზიბარში, როცა წვიმიანი სეზონი არის. ეხლა მე პირადად ნაირობის პარკში ვარ, ეროვნულ პარკში და მაწვიმს თავზე, თუმცა როგორც ვატყობთ, ეს დიდად ხელს არ გვიშლის, რომ გარემო დავათვალიეროთ და ხანდახან უფრო საინტერესოც არის წვიმიან სეზონზე ნაირობის ან ზოგადად კენიის პარკების მონახულება, იმიტომ რომ ცხოველებზეა დამოკიდებული ზოგიერთი ცხოველი უფრო ადვილად გამოდის გზისკენ და საცხოვრებელი ადგილებისკენ უფრო ახლოს მოდის. მაგალითად, თუ მივდივართ კენიის მთისკენ, მაუნთ კენია ქვია იქით მიმართულებას აბერდეერში. ლეოპარდით შეიძლება ძალიან ადვილად ნახოთ გზაზე, მანქანით რომ მიდიხართ, რადგანაც არ უყვარს სისველეში ყოფნა და როგორც უკვე აღნიშნე, ახლოს მოდიან დასახლებული ადგილებისკენ. თუმცა რა თქმა უნდა გასათვალისწინებელი არის, რომელ სეზონზე მოდიხართ, იმის მიხედვით თუ რისი ნახვა გსურთ. თუ ჩიტებზე დაკვირვება გიყვართ და არაჩვეულებრივი ხარი არის ამ მხრივ აფრიკა, წვიმიანი სეზონი უფრო საინტერესო არის, იმიტომ რომ ბევრი ჩიტი შეგიძლიათ ნახოთ დაგუბებულ ტბებზე, რომლებიც უფრო დიდი არის ხოლმე წვიმიანი სეზონის დროს. თუ სანაპიროზე გინდათ ოკეანის წასვლა, რა თქმა უნდა, წვიმიანი სეზონს ამ დროს თავი უნდა აარიდეთ. შესაბამისად, ალბათ ყველაზე გარანტირებულად მშრალი სეზონი რო დაგხვდეთ, კარგი სამოგზაურო პერიოდი არის ზამთარი, იანვარი, ფებრუარი, მარტამდე, მარტის ბოლომდე, მარტის ჩათვლით შეიძლება და დიდი მიგრაციის ნახვა თუ გინდათ მასაი მარას
პარკში ამ შემთხვევაში ივლისი-აგვისტო არის საუკეთესო პერიოდი. და თამუნა, თვითონ ტიპური გასაგებია რომ უმეტესობა ჩამოდის თქვათ საფარის სანახავად, რომ დიდი ხუთეული ყოველს ოცნება რომ ნახონ. თუმცა ნუ ეხა ეს გასაგებია რომ პარკებზეა დამოკიდებული, სეზონურობაზეა დამოკიდებული, მნიშვნელოვანია ვიცოდეთ რომელ სეზონზე რომელი პარკის მიმართულებით უნდა გავუშვათ ადამიანი იმისთვის რომ მაქსიმალურად მაღალი ალბათობა იყოს იმის რომ ნახონ სხვადასხვა ცხოველები. თუმცა როგორია თვითონ ტიპური კენიური რაღაც გეგმა სამოგზაურო რამდენი ღამეა იდეალური და რაღაც ამის შესახებაც რომ გითხრა ორი სიტყვით. კენიაში უკაცრავად ისმის შემი ხმა? კი, ისმის. დიდი ბოდიში მეგონა გაწყდა კონტაქტი. კენიაში და ზანზიბარში საუკეთესო ის არის, რომ იმდენად დიდი არჩევანი არის, რომ თითქმის შეუძლებელია ვერ ნახოთ დიდი ხუთეულიდან 4 ცხოველი მაინც. და ნუ სხვა დანარჩენი საინტერესო ცხოველები. ეს აქვს ამ ქვეყანას და აღმოსავლეთ აფრიკას განსაკუთრებით საინტერესო. თუმცა ტიპიურ კენიურ ვოიაჟზე რახან მეკითხებით, ჩემთვის ბოლო 20 წელი ვიცხენებდი ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე. და როდესაც ინდოეთის ოკეანის აფრიკის სანაპიროები ვნახე, სრულიად ჩამინაცვლა ხმელთაშუა ზღვის სიყვარულიც და მონატრებაც ხშირად, იმიტომ რომ არსებობს კიდე ოკეანის საფარი, რომელიც მე არ ვიცოდი, მხოლოდ მეგონა რომ ეს საფარი საერთოდ კისუაჰილიზე თავგადასავალს ნიშნავს, მოგზაურობას. და ზღვის ოკეანის საფარი ძალიან საინტერესო სანახავი არის, ნახულობ ზვიგენებს, დელფინებს, ძალიან ბევრ და მრავალფერ ზღვის ვარსკვლავებს და უამრავ სხვა ზღვის ცხოველს და ბინადარს. ნაირობიში ჩამოდიხართ პირველ რიგში თუ კენიაში მოდიხართ ჯომო კენიატას აეროპორტში. ერთი სტერეოტიპი რა ალბათ რაც უმრავლესობას ჩვენ გვაქვს და მეც მქონდა ის არის რომ მეგონა რომ ინფრასტრუქტურულად არ იყო გამართული საკმარისად, თუმცა ყველა ეროვნულ პარკში შეგიძლიათ რომ ნაირობის აეროპორტიდან გადაფრინდეთ თვითმფრინავით, ასევე სანაპიროს მხარეზეც, სანაპიროზე შეგიძლიათ წახვიდეთ მატარებლითაც. ამიტომ დაახლოებით 10 დღეს თუ გაითვალისწინებთ, თუმცა 5-დან 7 დღემდე საკმარისი იქნება, საფარისაც ნახავთ კენიაში და სანაპიროზე გადასვლასაც მოახერხებთ 2-3 ღამით, რომ ისიამოვნოთ ოკეანის საფარით ან უბრალოდ დასვენებით. თამუნა, აცრების შესახებაც რომ ვუთხრათ ჩვენს მაყურებელს, ალბათ ბევრს აინტერესებს, ჭირდებათ თუ არა რაიმე აცრა კონკრეტულად ამ მიმართულებით მოგზაურობის დროს და თუ ჭირდებათ რა აცრებია ესენი. იცით რა არის სავალდებულო არ არის ყვითელი ცხელების აცრა. მე და ჩემი ოჯახის ყველა წევრი აცრილები ვართ, ვინაიდან აქ ცხოვრობ. იმიტომ რომ კენიაში არ არის ყვითელი ცხელება გავრცელებული. თუმცა რამდენადაც მე ვიცი აუცილებელი არის რა თქმა უნდა ეს ყველაფერი ექიმთან გადაამოწმოს ადამიანმა. ყვითელი ცხელების აცრა ერთ-ერთი ყველაზე ძველი ვაქცინა არის და ყველაზე უსაფრთხო. შესაბამისად ჩემი უმცროსი შვილი 4 წლის იყო რომ აიცრა. და რაც შეეხება მალარიას, მალარია როგორც იცით, ყოღო არის გადამტანი, რომელიც ყველა ბუნებრივ გარემოში ვერძლებს, ამიტომ შესაბამისად მხოლოდ კონკრეტულ რეგიონებში არის ხოლმე. კენიაში ამ შემთხვევაში თუ თქვენ მიდიხართ ვიქტორიას ტბისკენ, იქით არის მალარია გავრცელებული, მალარიას აცრა არ ჭირდება, მალარიისთვის სვამენ აპს, რომელიც მე პირადად არ დამილევია, იმიტომ რომ არის ბევრი სხვა საშუალება, რომელთაც შეგიძლია ყოღო აირიდოთ, ეგრეთ წოდებული სპრეები და ასე შემდეგ. ანუ გარკვეულ შემთხვევაში სპრეით საკმარისია, რომ თქვათ აცრებით არ დავიტვირთოთ ზედმეტად, თუ თქვათ ამის განსაკუთრებული აუცილებლობა არ არის და შემოვიფარგლოთ სპრეით. თამუნა, იცი რა მინდა გკითხო, პატარა ბავშვთან ერთად წახვედი პრაქტიკულად 4 წლის ბავშვთან ერთად. როდესაც დაიწყო თქვენი აფრიკული მოგზაურობა და თავგადასავალი. აი ოჯახებით მოგზაურობას რამდენად ურჩევდი ჩვენ მაყურებელს, აი პატარა ბავშვებით მოგზაურობას, ხშირება 4 წლის არა, მაგრამ აი 5, 6, 7 წლის ბავშვებით, ანუ ამასაკიდან თუ შეგვიძლია რომ დავიწყოთ დაგეგმვა მაგ კონკრეტული მიმართულების. ზანზიბარიც და კენიაც ამითი არის კიდევ ერთი განსაკუთრებულობა ამ მხარის და ამ მიმართულების, რომ ოჯახთან ერთად
მოგზაურობა და გულისხმობ ოჯახში პატარა ბავშვებსაც 6-7 წლის როგორც თქვენ ახსენეთ, მათთვისაც ძალიან საინტერესოა. და წარმოიდგინეთ, ნახულობენ იმ ცხოველებს, მაგალითად, მეფე ლომის გმირებს თავისი თვალით და ეს რა თქმა უნდა იწვევს მათში აღფრთოვანებას და ინტერესს. ძალიან კომფორტული არის, ხშირ შემთხვევაში შეიძლება დაგიკვირდეთ ან არ ელოდეთ, მაგრამ სერვისი არის ევროპაზე და ამერიკაზე უფრო მაღალ დონეზე, იმიტომ რომ როგორც იცით, ეს კონტინენტი არ ითვლება უსაფრთხოდ, ამიტომ იქ სადაც მოგზაურები დადიან, განსაკუთრებად დაცული არის და სერვისიც მაღალი დონისაც არის. საკვების შემთხვევაშიც საკმაოდ დაცული არის მაღალი სტანდარტი სიცოცხლისათვის და გემოებისაც, იმიტომ რომ ძალიან ბევრი სამზარეულო შეგიძლიათ დააგემოვნოთ, აზიურიც, ევროპულიც, იტალიურიც, ინდურიც. შესაბამისად, ბავშვებთან, ჩემი მეგობრები ჩამოსულან ბავშვებთან ერთად და ბავშვებმა ძალიან ისიამოვნეს. მე ასევე მყავს 16 წლის და 23 წლის შვილი და იმათაც თავიანთი ინტერესები აქვს, იმიტომ რომ ყველასთვის ძალიან საინტერესო დანიშნულება არის. ძალიან საინტერესო და ძალიან კარგი და ბოლოს მინდა გკითხო, ამ ხნის განმავლობაში და ზოგადად მოგზაურობაც რა უნდა გაითვალისწინონ, ყველაზე მეტად რა გეუცნაურება მანდ და რას უნდა მივაქციოთ, ასე ვთქვათ, განსაკუთრებული ყურადღება 2-3 რჩევა ამასთან დაკავშირებითაც რომ მოგცე. აუცილებლად გაითვალისწინეთ სეზონი და იმიტომ რომ წვიმიანი სეზონია, უარი ამის გამო არ თქვათ, ხანდახან შეიძლება ფასი უფრო მომგებიანი იყოს. არ არის აუცილებელი საჭიროზე მეტი ნივთი გქონდეთ, გულისხმობ მაგალითად ნაღდი ფული, ქეში, რომ გედოთ ძალიან ბევრი. იმიტომ რომ ელექტრონული ბარათით შეგიძლიათ გადაიხადოთ საბანკო ბარათით, ამიტომ შეეცადეთ რომ უფრო მსუბუქად იმოგზაუროთ. და ხანდახან ღია ადგილას ვთქვათ, მაგალითად 2 დღის წინ შემშულს ჰოთ-დოგი ეჭირა და ესე ფორმას წასკაცა ხელიდან და მოშიშლებულ ადგილას ეცადეთ რომ არ ჭამოთ ხოლმე ესე თავისუფლად. თუმცა ბავშვი არ დაუზიანებია. ხო, ძალიან კარგი ამბავია ეს. თუმცა რა თქმა უნდა, გარკვეული საკითხები წინასწარ ყოველთვის სასურველია რომ გავითვალისწინოთ ხოლმე. თამუნა, ძალიან დიდი მადლობა იმისთვის რომ იყავი ჩვენი სტუმარი დღეს და პირდაპირ კენიიდან მოგვიყევი ამ მიმართულების შესახებ. დაგემშვიდობებით და რა ვიცი, სამომავლოდ ჩვენ და თამუნა, ინგლეთი თამუნასთან ერთად, პრინციპში გეგმავს ტურს კენიის მიმართულებით და დაველოდებით, ასე ვთქვათ, ჯგუფის შევსებას და შემოგთავაზებთ ძალიან საინტერესო მოგზაურობას კენიაში. ახლა კი დიდი მადლობა, კიდევ ერთხელ თამუნას და დავუბრუნდეთ ნინის ჩვენი შემდეგი რუბრიკით კი შემდეგ ორშაბათს დაგიბრუნდებით ჩვენ. ძალიან დიდი მადლობა. ანა მარიამ და მადლობა ასევე თამუნას, რომელიც გვერდდებოდა პირდაპირ ეთერში და ასე საინტერესოდ მოგვაწოდა ინფორმაციები მოგზაურობის შესახებ და ველოდებით მომდევნო ორშაბათს არანაკლებ საინტერესო თემებით შემოგვერდდებიან ჩვენი თანაწამყვანები.